შეიცვალა თუ არა ფასები პროდუქტებზე ახალი წლის შემდეგ. საღდგომოთ ესეთი დიდი საკედლები გავაკეთე. კარგულში ისევ და ვნახოთ აბა როგორია ფასები და რა შევიძინე 452 ლარად. მოგესალმებით ჩემო კარგებო, ყველას გილოცავთ აღდგომის პირველ დღესასწაულს. ბრალს და ეს წარიც უბედნიერები გახარებულებს თქვენ ოჯახებთან ერთად. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა და მოკლედ როგორც გითხარით, ამ ვიდეოში განახლებთ რა შევიძინე კარგულში 452 ლარად. ორი ცალი კამბების საფენი, რომელზეც იყო აქცია და იყო 15 ლარად ეს დიდი შეკვები. და ბევრი ადამიანი ამბობს, რომ არ ვარ ეს საფენი, თუმცა ჩემი გამოცდილების რაც ახლა არის ძალიან ეკონომიური და ძალიან კარგი. უნდა უცვალო ხშირად, უბრალოდ ეხა არ უნდა ეცვას ბავშვს მთელი დღის განმავლობაში. მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა გამიჯონა ხამბები კი არა, რომელიც არ უნდა იყოს. შემდეგ ესეთი ჩოკოპაი, რომელიც ასევე იყო აქცია, ჰინძი, რომელიც არის 300 გრამდე ცოტა მეტი. ასევე ორაგული სტეიკი, ორი ცალი, რომელიც ასევე იყო დასაკუთრება, ორი ცალი, ნაჭრები არის. ესეთი ჭურჭლის სარიცხი თაიასთვის მარილი ეს ჭურჭლის ღრუბლები ფინოსი პრეზიდენტის კარაქი რომელიც მეორეც უნდა იყოს ესეც აქციაში იყოს შორის ესეთი ორი ცალი დახინია ფარნი ეს ნაყინები თოლიასი რომელიც არის ესეთი კრემბრულესი ესეთი ვანილის და ასევე შოკოლადის ეს ავიდე 4-4 ცალი და შემიძლია მოგცემთ 4-4 ცალი ან ჯამში 16 ცალი ნაყინი დეხვი ესეთი სალიანი და ეს ალკო შაშხი იყო სუნელებით ვაშლი რომელიც არის 1 კილო ეს მეორე ჩოკოპაი სოსისი ასევე ეს არის ქარხანი შემწვარი ისეთ რომ მიყვა ყაბაყი და ესეც კიტრი ესეთი ძე რომელიც მეორეც უნდა იყოს საქართველოს პარკებში ტარხუნა რომელიც არის რამდენი იკონა არის ეს წამიყავდა ხო აღარ მახსოვს ჩაკაფულისთვის რა თქმა უნდა ტრადიციულად საღდგომოდ 1 2 3 4 5 6 და 7 კონა ტარხუნა არის ეს კიდევ ერთი ბანი კარტოფილი რომელიც იყო ქართული ეს ეწერა ყოველ შემთხვევაში ეს არის კილო და 300-მდე ესეთი უშაქრო კოკაკოლა განახორიანი ეს ტომატ პასტა ასევე შაქარი ორი ცალი ესეთი პამპერსის სოლის ხელსახოცები რომელიც მეორე შეკვეთა არის იმიტომ რომ აქცია იყო და წამოვიღე ვაშლის ძმარი ესეთი წვენები სხვადასხვა არომატებით ზეთისხილი უკურკო წვანე ხახვი ისეთ ჩაკაფულისთვის რომელიც არის ორი დიდი კონა და